საპატევნო სტუმარია გიორგი კობერიძე, საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი. ბატონ გიორგი, მადლობა რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში მაინტერესებს არის თუ არა მაქსიმუმი ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ევროპელების მხრიდან საინტერესოა ვისაუბროთ იმის შესახებ, რა რესურსი აქვს ევროპას დღეს ტრამპისთვის შესათავაზებელი, რომ ის ნაკლებად დამთმობი იყოს პუტინის მიმართ. უნდა აღნიშნოთ, რომ ეს არის ევროპული ომი პირველ რიგში და ევროპის უსაფრთხოებასთან დამოკიდებული ომი. თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ნებისმიერი სახით მიიღებს ის ხანგრძლივი დროით შესვენებას და ამოსუნთქვის საშუალებას და მით უმეტეს შეძლებს ის რესურსების შემდგომ მობილიზაციას და ეკონომიკის ეს თქვა გამწოცხლებას, სანქციების მოხდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას ექნება ახალი ომის დაწყების საშუალება არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ უშუალო ჰიბრიდული ომის საშუალება ექნება მას ევროპის კონტინენტის სახელმწიფოთა წინააღმდეგ. რაც ნიშნავს, რომ ევროპაში შიგნიდან გატეხვა შეიძლება მას. აქედან გამომდინარე, ევროპელების მხრიდან შეერაღების ეს თქვა დაჩქარება და შეერაღების მეთოდების დაჩქარება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც შეუძლია ევროპას განახორციელოს. მაგრამ ეს გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ საკუთარი შიდა მრეწველობა განავითარონ მათ, რასაც აკეთებენ და დაწყებულია პროცესი, არამედ ის, რაც დაიწყო დანიამ. დანიამ რა დაიწყო? დანიამ დაიწყო უშუალოდ უკრაინის სამხედრო ინდუსტრიაში ინვესტირება და ეს სამხედრო ინდუსტრია არსებობს და სხვათა შორის დაახლოებით იგივე ზღვარზეა გასული, რაც ომამდე არსებობდა უკრაინის სამხედრო ინდუსტრიაზე მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, ეს სამხედრო ინდუსტრია აღარ არის აღმოსავლეთის პროვინციებში, ხარკოვის სატანკო ქარხანა და მსგავსი რაღაცები აღარ არსებობს, ის განადგურებულია რუსების მიერ, მაგრამ იატაკოშეში და მიწისქვეშა ესე თქვათ საწარმოები განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში კვლავ არსებობს და კვლავ აქტიურად აწარმოებენ ისინი შეერაღებასა და რუსული ტექნიკის განადგურებული რუსული ტექნიკის შემდგომ გადამუშავებას და ხალხალა გამოშვებას. ამით რა თქმა უნდა ორი ნაბიჯი ხდება. ერთის მხრივ ის, რომ უკრაინის ეკონომიკა ცოცხლდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მეორეს მხრივ ის, რომ უკრაინა აწარმოებს ერთგვარად საკუთარი იარაღის წარმოებას და არ არის დამოკიდებული ლოჯისტიკურ მომარაგებაზე, რაც თავის მხრივ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ევროპა ახლა ამ შემთხვევაში დროს იგებს იმ გაგებით, რომ რაც უფრო მეტად რუსეთი დაკავებული არის ახლა უკრაინასთან ომში, ევროპა შეუძლია გამოაცოცხლოს საკუთარი სამხედრო ინდუსტრია და მიაწოდოს დამატებითი ესე თქვა შეერაღება უშუალოდ უკრაინას. აი რაც შეხება თქვენს კითხვას, იმის შესახებ თუ რა შეიძლება შესთავაზოს ევროპამ უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ შეიძლება იყოს დამოკიდებული ასე თქვა არაფინანსური, რაზეც ტრამპი ხშირად აკეთებს ხოლმე აქცენტს და ის რომ აკერ მე ვიყიდი და შემდგომ ის თქვა მივაწვდი უკრაინას, არამედ ეს იყოს ერთგვარად საერთო წარმოების დაშვება, ან იმის დაშვება, რომ ევროპაში იყოს უფრო მეტად წახალისებული შეერაღების წარმოება, ან ამერიკული შეერაღება, რომელიც ევროპაში არსებობს. მისი მიწოდებაზე დაშვება, ანუ საუბარი მაქვს იმაზე, რომ ევროპაში ახლა შეერაღების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც არსებობს, არის ამერიკული, ხოლო და მოძველებული და საინტერესო არის ის, რომ თუ კი იმაზე შეთანხმება კვლავ გაგრძელდა, რაზეც არსებობდა, რომ ევროპელები მიაწვდიან ცოტათი მოძველებული არახს უკრაინელებს, ხოლო ამის ჩანაცვლება მოხდება უშუალოდ ამერიკული ახალი შეერაღებით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ესე თქვა პოზიტიური ნაბიჯი ამის გაგრძელება, იმიტომ რომ ვიმეორებ ევროპაში არის მრავალნაირი ევროპული და მათ შორის ამერიკული ესე თქვა ტექნიკა მობილიზებული, რომლის მიზნებად შეუძლიათ მათ უკრაინას. კი ბატონ გიორგი, ასევე ვისაუბროთ იმ პირობებზე, რომელიც მედიაში ვრცელდება, მთავარი რაც აქ არის, ეს ეხება ტერიტორიების დათმობას, თუკი ამ ყველაფერზე წავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ეს გამოიწვევს თუ არა თავად მოქალაქეებში პროტესტს და როგორია თავად განწყობა უკრაინაში ამ თემასთან დაკავშირებით, როგორ მიიღება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, პრინციპში ვიცით ჩვენ დამოკიდებულება როგორია, თუმცა თქვენ ელოდებით თუ არა ამ პროცესში პოზიციების ცვლილებას მათ შორის ზელენსკის მხრიდან. უნდა აღნიშნოთ, რომ სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუჟკივკა და კონსტანტინოვკა არის ჩვეულებრივი ციტადელი, ციხესიმაგრეები, ფორტიფიცირებული ციხესიმაგრეები ქალაქების, რომელთა საერთო მოსახლეობა დაახლოებით 800,000-მდე არის ამ ქალაქების ჯამური მოსახლეობა, ძალიან დიდი ტერიტორიაზე გვაქვს საუბარი, შესაბამისად ამის დათმობა, რომ ვინმე საზრად მოუვიდეს, ეს იქნება სახელმწიფო ღალატი რეალურად და ამას მეეჭვება მოქალაქეები მხოლოდ, არამედ სამხედროები არ შეეგუებიან და სამხედროებრივი ბრძანება, როგორც არ უნდა იყოს სამხედროები რამდენად გადახვდებიან ამას საკამათოა. ზოგადად უკრაინაში განწყობა არის იმაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტას, ზოგად ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა მოქალაქეებში ზოგადად, აი
არსებული ყოველგვარი წინაპირობის გარეშე რომ ცეცხლის შეწყდეს და მოვილაპარაკოთ შემდგომ ნაბიჯებზე, ამაზე არსებობს ხარდაჭერა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა ისეთ პირობებით, სადაც უკრაინა რაიმეს დაათმობს, აღიარებს, მილიტარიზაციას შეწყვეტს, რაღაცა ასტრაფოს ევროპისკენ და ნატოსკენ შეაჩერებს, არის კაპიტულაცია. შესაბამისად, კაპიტულაციაზე უკრაინის ხარდაჭერა არსებობს, თუნდაც იმიტომ რომ უკრაინამ არ გაიღო 10,000-ობით მსხვერპლი სამხედროებში და 100,000-ობით სამოქალაქოებში, ვიცით რომ იგივე მარიუპოლში გენოციდი ჩაატარა რუსეთმა და შესაბამისად ამ რიცხვის თმის საშუალება გვაქვს. 100,000-ობით და 10,000-ობით მსხვერპლი იმისთვის არ გაუღია უკრაინას, რომ ახლა კაპიტულაციას ასე ადვილად მოაწეროს ხელი და რაც ყველაზე მთავარია 2014 წელს, როდესაც უკრაინელებმა დათმეს ყირიმი, მაშინ არსებობდა ეგეთი განცდა და ევროპულ მედიაში საუბრობდნენ ამერიკულშიც, რომ აგერ ეს იქნებოდა შემდგომი რაღაცა ერთგვარი სამშვიდობო რაღაცა რომ კონფლიქტთან თავი აერიდებია. მაგრამ ვიცით რომ სწორედ ყირიმის დათმობის შემდეგ მოხდა დონეცკის ოლქის ოპერაციის დაწყება, დონბასის კრიზისის დაწყება და არა მხოლოდ ეს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს უკრაინის სამხრეთი ოკუპირებული არის იმიტომ, რომ სწორედ ყირიმიდან დაიძრა რუსული დანაყოფები 2022 წელს. ამიტომაც თუ კი უკრაინა რაიმე ტერიტორიას თვითმეტეს ფორტიფიცირებულ ქალაქებს დათმობს, შემდეგ უკრაინის ქალაქებს რომ შეხედოთ, ღრმა დასახლებები და დიდი დასახლებები აღარ არსებობს პრაქტიკულად მდინარე დნეპრამდე. დიდ დასახლებებზე მაქვს საუბარი, ხო? თუ ავიღებ დნეპროპეტროვსკის ოლქს, იქ არის პავლოგრადი, რომელიც დაშორებული არის 150 კილომეტრის მოშორებით არის, 200 კილომეტრის მოშორებით არის ახლანდელი ფრონტის ხაზიდან, ხო, ამის არის. და თუ კი ჩვენ ვიტყვით ამას, ანუ გამოდის რომ ფორტიფიცირებული ტერიტორიები უკრაინას აღარ ექნება და რუსეთმა რომ განაახლოს და კაზუსველი მას აქვს სხვა შორის, აღნიშნოთ ომის მიზეზი რაც არის, რუსეთი ამბობს რომ ხერსონი და ზაპოროჟიე მისად არის ეს ანექსირებული ეს ტერიტორიები. შესაბამისად რუსეთმა რომ ჩათვალოს და გათქვას რომ იცი რა მე ჩემ ტერიტორიებს ვიბრუნებ, შეიძლება მას ამ კონფლიქტის განახლება აი ამ საფუძვლით, აი ამ მიზნით. ამიტომაც თავი დავანებოთ ამ ყველაფერს. ხო, უნდა შეგახსენოთ იმასაც, რომ 2003 წელს დაიდო ხელშეკრულება უკრაინასა და რუსეთს შორის საზღვრის დემარკაცია, დელიმიტაციის შესახებ და დადგინდა უკრაინა რუსეთის საზღვარი 2004 წელს რატიფიცირება მოხდა ამ შეთანხმების და სწორედ 10 წლის თავზე მოახდინა რუსეთმა სხვა პუტინი იყო ხელმომწერი სხვადასხვა სამხედრო და 10 წლის შემდეგ მოახდინა ამ კონფლიქტმა სრულმასშტაბიანი სახის მიღება უკვე ყირიმსა და დონბასში. შესაბამისად არანაირი გარანტია არ არსებობს. თუ გარანტია არ არსებობს, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, ვივარაუდოთ რომ რუსეთი რაიმე შეთანხმებას არ დაარღვევს. მით უფრო ამაზე არ არსებობს ისეთი საერთაშორისო გარანტიები, როგორიც არის ღიად რო ვთქვათ, ეს საერთაშორისო გარანტია უნდა იყოს ნატო და არა ისეთი მემორანდუმები, რაიმე დოკუმენტები, როგორიც იგივე ბუდაპეშტის მემორანდუმი გახდა, როდესაც უკრაინას ატომური ბომბი დაათმობინეს და უთხრეს, რომ მას მის ტერიტორიებს აღიარებდნენ და ტერიტორიულ თვითონებას აღიარებდნენ. ეგეთი რამე არა. აქ საუბარი არის რეალურ გარანტიაზე, ეს არის ან სამხედრო ნაწილები ადგილზე, ან ნატო, ან ბირთვული იარაღი, ან რაღაც მსგავსი, რაც უკრაინის საფრთხეების გარანტიას რეალურად. აი ბატონ გიორგი საინტერესოა თუ კი აი ეს პროცესი შევაჩიხში მივალ თუ არა ისევ ზელენსკის შემსწრელი ძიებასთან, რაზეც პრინციპში ადრეც იყო საუბარი, ხო? ამ შესახებ ღიად საუბრობდა მათ შორის დონალდ ტრამპი, ეს საკითხი თითქოს მოიხსნა დღის წესრიგიდან, თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას? რუსეთის ნომერ პირველი ამოცანა სწორედ შეიძლება ვთქვათ არის ერთის მხრივ ევროპელებსა და ამერიკელებს შორის კონფლიქტის გაჩენა, რაც მეტნაკლებად წარმატებით გამოსდის მას და მეორე ისეთი პრობლემის გადაჭრა, მისთვის პრობლემის გადაჭრა, როგორიც არის უკრაინის ხელისუფლების ჩამოშლა. უკრაინის ხელისუფლება ხა კონკრეტულად ზელენსკიზე არ არის საუბარი, ეს სწორედ იმ ძალაზეა საუბარი, რომელიც რუსეთს მაქსიმალურად უპირისპირდება, ეს ერთი და მეორე. მისთვის ახლა ყველაზე საინტერესო არის არა მაინც და მაინც ვიღაც კონკრეტული ფიგურის მოყვანა, არამედ უკრაინის შიგნით კონფლიქტის გაჩენა. ან მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება უფრო მეტი ანტირუსული განწყობის მქონე ფიგურა გამოჩნდეს უკრაინაში, მაგრამ კონფლიქტი მასა და ზელენსკის შორის თუ კი გაჩნდა ომის პერიოდში, კონფლიქტის გაჩენა ქვეყნის შიგნით არის კატასტროფა. ჩვენ ეს ყველაფერი გვინახავთ, როგორც ხდება და დაპირისპირება, როგორც ხდება კონფლიქტების პერიოდი ქვეყნის შიგნით იწყება, ეს არის ძალიან მძიმე. უმძიმესი რეალობა, აგერ ცნობილი ამბავია, რომ 90-იან წლებში, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის იყო კონფლიქტი ყარაბაღში, აზერბაიჯანის ხელისუფლების, ელჩიბეის ხელისუფლების ჩამოშლა შიდა პოლიტიკური კრიზისის შემდეგ დასრულდა აზერბაიჯანის ომში კატასტროფული მარცხით. იმიტომ კი არა რომ დაუშვათ პრობლემა იყო რაღაცასთან დაკავშირებით და ჰეიდარ ალიევის მოსული ხელისუფლებას ომის გაგრძელება არ უნდათ. არა, უბრალოდ როგორც კი შიდა კრიზისი დაიწყო, ეგრევე დამთავრდა აზერბაიჯანის ნებისმიერი უნარი გაეწია წინააღმდეგობა, ასე ვთქვათ, მაშინდელ კონფლიქტში ადგილობრივ სეპარატისტებთან და სომხურ დანაყოფებთან. მაგრამ ამის შედარება იმიტომ მოვიყვანე, რომ ზოგადად ქვეყნის შიგნით კრიზისი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება მოწინააღმდეგენ გამოიყენოს ეს ჩვენ სასარგებლოდ.
მაგრამ ისიც ფაქტია და რა თქმა უნდა ისიც ნათელია რომ პრეზიდენტ ზელენსკითან მიმართებით არსებობდა გარკვეული კითხვები, როდესაც აი რამდენიმე კვირის წინ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით იყო გარკვეული ეს თქვა მოძრაობა მისი შეერთება უნდა მომხდარიყო გენერალურ პროკურატურასთან და ამის გადაჭრა მოხდა ისე რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მოითხოვა ამ პროექტის ეს თქვა შეცვლა და პრეზიდენტ ზელენსკი ამას დაემორჩილა. ანუ ეს იმის ნიშანია, ის ძალიან საინტერესო ნიშანია, რომ თვით ომისა და ურთულესი მდგომარეობის პერიოდშიც კი დემოკრატიული ელემენტი უკრაინაში კვლავ არსებობს და კვლავ შენარჩუნებულია. კონსენსუსი იმის შესახებაც არსებობს სხვათა შორის, რომ ომის შემდგომ რეალობაში ჩატარდება ჩვეულებრივი არჩევნები და ამ ეს არჩევნები იქნება დემოკრატიული, გამჭვირვალე და ამაზე არსებობს დათქმა პოლიტიკოსებს შორისაც და მოსახლეობის შორისაც. რაც შეეხება შეცვლა გარედან. შეცვლა გარედან ამაზე ვთქვათ, ეწყობა და ამაზე თავს მოხოვა და ამაზე რაღაცა უშუალო მუხარებულ პრეზიდენტთან მიმართებით ეს იქნება დაახლოებით იგივე რაღაც განხორციელება, რაც ჩვენ შეიძლება მიუხენის შეთანხმების დროს ვადევნებდით თვალს 1938 წელს, როდესაც პრაქტიკულად ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გერმანიის სასარგებლოდ ზეწოლა მოახდინეს ერთის მხრივ ჩეხეთის ხელისუფლებაზე და მეორეს მხრივ მას ტერიტორიების დაათმობინეს და შემდგომ ჩეხეთი როგორც სახელმწიფომ დაიწყო გაუქმება სულ რამდენიმე თვეში. აი ამ რეალობის წინაშე არ უნდა დადგეს, იმიტომ რომ გარედან ზეწოლა ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებთან და პოლიტიკოსების მხრიდან საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ეს ღია შეიძლება ვთქვათ, რომ იქნება დასავლეთის ჰეგემონიის სრული დასასრული და კატასტროფა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ ფაქტზე, რომ ჯერჯერობით ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაპყრობითი ომის პრეცედენტი ხო არ ყოფილა და მეორე არ ყოფილა რომ ესეთი თავდაცვაში მყოფი სახელმწიფოზე მოკავშირეს განეხორციელებინოს ეწოლა მის ხელისუფლებაზე რომ ეს ხელისუფლება ჩანაცვლებულიყო და მას ტერიტორიები დაეთმო. გავსი რაღაცა ეს იქნება მართლაც ვესტფალური ჰეგემონიის დასასრულის რეალური დასაწყისი. კი ბატონო და ბატონ გიორგი ვისაუბროთ აი მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც შედგა ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტექსტზე. პუტინმა ასეთი რამ თქვა ალასკაზე, რომ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა, ამას თავად ტრამპიც დაეთანხმა, ვნახეთ კიდევაც, თუმცა ვისაუბროთ ქართულ კონტექსტზე, ამ საკითხს ოცნება სათავისოდ იყენებს, თითქოს ომის აცილება შესაძლებელი იყო და რასაც ისინი აქამდე ამბობდნენ მართალი ყოფილა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა მამუკა მდინარაძის პოსტი, ის ასეთ რამეს ამბობს, ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ არა ჩვენი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი. რა არის ამ პროპაგანდაზე რეალურად სწორი პასუხი? პუტინი არის ეს წინვალი манипуляტორი, ან მას თუ რამე გამოსდის ომისგან განსხვავებით, ომის წარმოება უფრო მას გენოციდი გამოსდის ვიდრე ომი, მაგრამ მას რაც წინვალი რუსეთს რაც წინვალი გამოსდის არა მხოლოდ მას ეს არის манипуляცია, ჰიბრიდული ომი ქვეყნის შინთარევა, პროპაგანდა და ასე შემდეგ. ის ამაში წინვალია, ანუ ის უბადლოდ მოწინავე ამასთან დაკავშირებით. ტრამპის არაპროგნოზირებადი და ცვალებადი ხასიათი, მით უმეტეს მისი გარკვეული პერსონალური პოლიტიკის წარმოება, რაც პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარეობს, გამოიხატა იმაში, რომ პუტინმა მას ეს თქვა შეუქოს ვერდის გადაწყვეტის განცხადებები, მასაც მაგის საკეთებდა და ეს განცხადებები იყო დამაზიანებელი ამერიკისათვის, დამაზიანებელი დასავლეთისათვის, დამაზიანებელი საქართველოსათვისაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გამოდის რომ თუკი დასავლეთში არის პრობლემა, ხო და არა ამ შემთხვევაში რუსეთში ეს სერიოზულად მძიმე განცხადება, რა თქმა უნდა ამის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმის გააკეთება, იმის განცხადება, რომ თითქოს დასავლეთში არის პრობლემა და თითქოს ჩვენში არის პრობლემა და არა რუსეთში. ეს არის ამ შემთხვევაში პოლიტიკურად რო სახელმწიფოებრივად რომ შევხედოთ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საუბარი, იმიტომ რომ ეს ესე ვერ იქნება. იმიტომ რომ შეუძლებელია თავდასხმით ომში საკუთარ ტერიტორიაზე დამცველ სახელმწიფოს უთხრა რომ რაღაც შეიმბრალია. ან შეუძლებელია დაადანაშაულო მესამე სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები იმაში, რომ არსებობს რუსეთი, იმპერიალისტური, ნეოიმპერიალისტური რუსეთი, რომლის პროგრამაც არის აღადგინოს თავისი გავლენის სფეროები და სრულად შეცვალოს არსებული საერთაშორისო წესრიგი და დაადანაშაულო სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს სხვა ერის უფლებას, არ აქონდეს სახელმწიფო, არამედ სხვა ერის უფლებას უწოდოს საკუთარ ერს ერი. გას გულისხმობ ესეთ განმარტოთ, ეს ფუნდამენტური მნიშვნელობის რაღაც არის. რუსეთი არ აღიარებს არა მარტო უკრაინის არსებობის უფლებას, არამედ უკრაინელი ერის არსებობასაც კი. შესაბამისად ის ამბობს, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს, ანუ ვინც კი ამბობს, რომ უკრაინელი ვარ, ის უნდა განადგურდეს. ან მისი საკონცენტრაციო ბანაკებში უნდა წაიყვანონ და იქ twini გამოურეცხონ, რასაც რუსეთი ახორციელებს სხვადასხვა, ხო? და ამის საქართველოზე გადმოტანა და საქართველოს პერსპექტივიდან ახლა თუ გავაკეთებ ჩვენ, შეგვიძლია ღიად განვაცხადოთ, რომ რუსეთი არ აღიარებს არც საქართველოს და არც ერთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს უფლებას არსებობდეს დამოუკიდებელ ძალად და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ზოგადად პოლიტიკაში სურათ ხატები
და პოლიტიკაში პროპაგანდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ესე თქვა, მოვლენა, როდესაც საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს ვინმე. და პოლიტიკურ სურათხას თუ შევხედავთ, ლავროვის ტანისამოსზე გამოსახული SSSR-ის სიმბოლო გამოხატავდა მის პოზიციას, უკაცრავად რუსეთის პოზიციას გამოხატავდა იმასთან დაკავშირებით. თუ რა არის რუსეთის ამბიცია რეალურად? ეს ამბიცია მისთვის არ არის უკრაინა, ეს ამბიცია არ არის მისთვის მარტო ბელარუსი, არ არის ყაზახეთი, ეს არის თქო და საქართველოს. და საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც თუ საქართველოს ხელისუფლებაზე გვაქვს საუბარი, რომელსაც საქართველოს უნდა გამოხატავდეს, მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის არ იმყოფება სხვა ნავში და საქართველოს მოსახლეობა სხვა ნავში. ყველანი ერთ ნავში იმყოფება. ხო, ეს უნდა იყოს მისთვის გასაგები, იმიტომ რომ თუ გონია რუსეთთან ფლირტით, მიტმასნებით, დაშოშმინების პოლიტიკით, რომელიმე სახელმწიფოა და რომელიმე ხელისუფლება კარგ ფონს გავა ძალიან ცდება, იმიტომ რომ არ არსებობს. მათ შორის კოლაბორანტული ძალებიც კი არ არსებობს ისტორიაში, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ტირანულმა იმპერიებმა არჩევს. ეს არის მათი პოლიტიკური ხედვა, მათ სურვილი არის საკონტროლო ტერიტორიები და მოსახლეობა მაქსიმალურად. დიდი მადლობა გიორგი საინტერესო საუბრისთვის, პირდაპირ ეთერში გვერდებოდა საგარეო